ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის მოზარდის ოჯახის წევრები ამ წუთებში პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილები. ისინი ელოდებიან, რომ სამართალდამცველები დააბრუნებენ სამირა ბაირამოვას წინააღმდეგ. შემთხვევაში კი არ გამორიცხავენ, რომ რადიკალურ ზომებს მიმართონ. პირდაპირ ეთერში ადგილიდან ჩაგვრთობა ხო თამარ გოგესაშვილი. თამარ, გისმენთ რა ხდება ამ წუთებში მათ? 17 წლის მოზარდის ოჯახის წევრები ამ დრომდე რჩებიან პოლიციის შენობასთან. ისინი მოითხოვენ სამართალდამცავებმა იმუშაონ ეფექტურად და მოხდეს გოგონაში დაბრუნება, როგორც არასრულწლოვანის დედა ამბობს, ოჯახთან კავშირი სამირა ბაირამოვას გუშინ საღამოს ჰქონდა, მას შემდეგ კომუნიკაცია აღარ შემდგარა. სამირა ბაირამოვას დედა ამბობს, რომ მას ბიძას დაუკავშირდა ბაირამოვა და ითხოვდა დახმარებას. ასევე დღეს ოჯახის წევრები საუბრობენ იმაზეც, რომ ტელეფონი, საიდანაც ხდებოდა სავარაუდო გამტაცებლების დაკავშირება ოჯახთან, ნახეს გორთან, სოფოს შავშვებში, თუმცა ეს არის არაოფიციალური და გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ამ ინფორმაციას ავრცელებენ სამირა ბაირამოვას ნათესავები და როგორც ისინი ყვებიან, აღნიშნული ტელეფონი ადგილობრივმა აღმოაჩინა დაშლილ მდგომარეობაში. ისინი ითხოვენ, რომ სამართალდამცავებმა დაადგინონ სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელი. ასევე ოჯახის წევრების ინფორმაციით გუშინ შედგა სიტყვიერი შეთანხმება სავარაუდო გამტაცებლებსა და ოჯახის წევრებს შორის. სავარაუდო გამტაცებლები მათი მტკიცებით ითხოვდნენ პოლიციიდან გამოეტანათ განცხადება ბაირამოვას ოჯახის წევრებს და ისინი ამ შემთხვევაში დააბრუნებდნენ არასრულწლოვან შინ, თუმცა როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, წუხელ ისინი მივიდნენ ადგილას, სადაც უნდა მომხდარიყო შეხვედრა, თუმცა მათი ინფორმაციით შეთანხმების ადგილას არავინ დახვდათ. ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. გუშინ საღამოს დარეკა და ბიძას ესაუბრა, დაბრუნებას ითხოვდა. მას შემდეგ აღარ დაკავშირებია. პოლიცია ჩართულია პროცესში და ამ ეტაპზე ველოდებით, რომ შულს მომიძებნიან და დამიბრუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცით რა ზომებს მიმართავთ. ტელეფონი ნახა შავშევში და უთხრათ იმას პოლიციის უმფროსს დაურეგეს. კაცი მოდისო, ტელეფონი ერთად ჯერჯერობით არ არის, არც კაცი არ არის, არც ტელეფონი არ არის. გააგეთ ეს ტელეფონი მუშაობს, არ იციან რომელი უბანშია ტელეფონი. როგორ არიციან? რომელი უბანში ტელეფონი მუშაობს? მე მგონი უნდა იცოდეს პოლიცია რომელი უბანში ტელეფონი. მარნიოლშია თუ გარდამავალში უნდა იცოდეს. საკითხს სწავლობს სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა ოპერატიულად უნდა დაადგინონ ინფორმაცია მომხდარის შესახებ და სამაგალითოდ დასაჯონ სავარაუდო მონაწილეები აღნიშნულ ფაქტში და ისინი ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს პრევენცია. ჩვენც არ გაგვაჩნია. ჩვენ სწავლობთ ამ საკითხს, მაგრამ დაინტერესებული ამ ფაქტით, თუმცა დეტალებით ჯერჯერობით ჩვენც არ არის. გოგონათა გატაცება და იძულებით ქორწინება დღეს საქართველოში კვლავ არის აქტუალური პრობლემა. ის რომ მეოთხე დღეა ვერ ხერხდება მისი ადგილსამყოფელის დადგენა საგანგაშო, იმიტომ რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, ეჭვმიტანილთა სავარაუდო წრე და სახელები არის ცნობილი. მე ვფიქრობ, რომ ის შემთხვევა უნდა იყოს სამაგალითო და ასე ვთქვათ, სამაგალითოდ გამოძიებული და ის პირები დასჯილნი, რომელიც ჩართული იყვნენ ამ ქმედებებში, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ დაგვანახოს, რომ ის იღებს პრევენციულ და ადეკვატურ ზომებს მსგავსი ტიპის დანაშაულების მიმართ. 17 წლის მოზარდის ოჯახის წევრები და ნათესავები ამ დრომდე რჩებიან პოლიციის შენობასთან. ისინი არაპირებენ დატოვონ მიმდებარე ტერიტორია და იმ შემთხვევაში თუ კი უახლოეს რამდენიმე საათში არ მიიღებენ ისინი პასუხს სამართალდამცავებისგან, რადიკალურ ზომებსაც არ გამორიცხავენ და როგორც სამირა ბაირამოვას ნათესავები ამბობენ, ისინი გადაკეტავენ თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზას. მადლობა თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.